იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომაზე ცესკოს წევრობის კანდიდატებს მოусმინეს. შევხვდით ეუთო ოდირის დასკვნას. დასკვნიდან გამომდინარე, რასაკვირველია, მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევასწინო, რომ არავითარი კითხვის ნიშანი არ არსებობს არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, თუმცა მეორე მხრივ ამავე დასკვნაში საუბარი არის გარკვეულ, ასე ვთქვათ, ხარვეზებზე, რომელსაც არ ქონდა მართალია სისტემური ხასიათი. ამ ხარვეზებთან მიმართებით, ამ ასე ვთქვათ, მიგნებების გაზიარებასთან მიმართებით რა ხედვა გაქვთ? თუ შევაფასებთ ძირითადად ეუთოს წინა პერიოდის სამზადისი, როგორც ეგეთი, შეფასებული აქვს დადებითად. ასევე მთლიანად კენჭისყრის დღის პროცესი და მათ შორის უშუალოდ კენჭისყრა ეს ნაწილით დადებითად აქვს შეფასებული. გავითვალისწინეთ მსოფლიოს, ფაქტიურად ყველა ქვეყნის გამოცდილება, მოქალაქეებს ამორჩეულებს შეეძლოთ გაიგოთ თუ როგორ უნდა მიეცათ მაგალითად ხმა ტექნიკურად და გარდა მაგისა, რაც მთავარია, რა უპირატესობები ქონდა ამ აპარატებს. იყო კიდე წვრილმანი საკითხები, რომელიც ხარვეზებში არის აღნიშნული, მაგალითად სწავლებასთან დაკავშირებით. ხშირ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ უსაფუძვლოა და არ არის გამყარებული ფაქტებით. გახსოვთ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მხოლოდ მე-13 დღის გამოთქვა თავის შენიშვნები მიუხედავად იმისა, რომ ის დამკვირვებელი იყო. რა შეიძლება ითქვას ამ ფარულობის საკითხთან დაკავშირებით? ახალი ტრენდივით გაჩნდა ამ ფარულობასთან დაკავშირებით უამრავ ქვეყანაში საერთოდ არ აქვს კონვერტი და ურნები, რომელიც განკუთვნილი ხმის მისაცემად გამჭვირვალეა. შესაბამისად იქ ვინც დგას მაგალითად იმ ურნასთან თავისუფლად შეუძლიათ დაინახონ, მაგრამ არც ერთ ამ ქვეყანაში ასე ხაზგასმული ამ საკითხთან დაკავშირებით პრობლემა არ იყო.